გარიგებული თამაშები. Ამ 6 კლუბიდან ეხლა რაც ვისაუბრეთ, ერთ-ერთი იყო სწორედ გარიგებული თამაშის გამო მოხდა ამ კლუბთან რაღაცა კონტრაქტის გაწყვეტაც და შემდეგ ლიგიდან მოხსნას. ზოგადად რამდენად რატომ წერს ბევრი ადამიანი გარიგებულ თამაშებს, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ამასთან დაკავშირებით და რა რეაგირება ინფორმაცია რო გქონდეს ზემდგომ ორგანოებს ვეთქვით და თხოვნამა გულშემატკივარსაც თუ რამე ინფორმაცია აქვს თუნდაც ჩვენთან მოვიდეს ამ ფედერაციაში მივიდეს და აღნიშნული შესახებ განაცხადოს რომ შემდეგ დაიწყოს მოკვლევა სუსტად იმ 6 კლუბიდან ერთ-ერთი იყო ესეთი ორი იყო უბრალოდ ერთი იყო ბოდიში ხო მე ერთი ეწერა იქ კი ერთი იყო მე მახსოვს შევარდენი რომელიც შუა სეზონში UEFA-ს მიერ მოვიდა რეპორტი ფეხბურთის ფედერაციაში და მათ აცნობეს რომ წინა წლებში აღნიშნული კლუბი იყო გარიგებულ თამაშებში ჩართული და შესაბამისად ფედერაციამ გვაცნობა ჩვენ აღნიშნული კლუბის თაობაზე და ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ავამოქმედეთ სადაც პირდაპირ გვიწერია თუ მოიხსნა კლუბი გარიგებული თამაშების გამო ჩემპიონატიდან ფონდი ავტომატურად უჩერებს დაფინანსებას აქედან გამომდინარე ჩვენ შევუჩერეთ დაფინანსება და ამის შემდეგ კლუბი აღარ გამოსულა ჩვენთან კავშირზე რომ ის ბოლო თვის გადარიცხვის საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარმოედგინა და შესაბამისად აქედან გამომდინარე ჩვენ ზემდგომ ორგანოებს მივმართეთ აღნიშნული თანხის ამოღების თაობაზე. ჩვენ ვემხრობით და თუ რაღაცა ის არის ნებისმიერ გარიგებულ თამაშზე ან ჩვენ გვაცნობონ უბრალოდ ზემდგომს აცნობონ. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.